თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე. Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ორი და მემკვიდრეობით მიღებულ ფორთოხელს ვერ იყოფს, ორივე თავგამოდებით იბრძვის ფორთოხლისთვის და არც ერთ სურს დათმობა. როგორ უნდა მოიქცნენ დები? ჩვენ გვაქვს ამ კითხვაზე უკვე პასუხი ბუნებრივია და ამ პასუხს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, მედიატორი დავით ასათიანი და მკვლევარი სოფო ტყემალაძე გასცემენ. დღეს დილის ტურები არიან ეს ადამიანები და მოდით საუბარი დავიწყოთ რუსუდანიდან. რუსუდან, დიდი მადლობა რომ დილით ხართ ჩვენთან. დილან შვიდობის, პირიქით მადლობა რომ დაინტერესდით ამ ძალიან საინტერესო თემით. როგორ უნდა მოიქცნენ დები? დები ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი გადაწყვეტილებით უნდა შეთანხმდნენ ადამიანზე, რომელიც შეძლებს რომ მათ შორის არსებული პრობლემის გადაწყვეტა მოახერხოს და ორივე და მიიყვანოს ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, შედეგამდე, ორივესთვის სასარგებლო შედეგამდე და ასეთი იქნება მედიატორი, რომელიც შეძლებს რომ ორი დას მისცეს სწორედ ის, რაც მათ უნდათ, ერთს წვენი და მეორეს ფორთოხლის ცედრა თავის ნამსხვრისთვის. რუსუდან და რას ნიშნავს მოდით მსვენელს ავუხსნა დავის მედიაციის გზით მოგვარება? დავის მედიაციის გზით მოგვარება ეს არის სასამართლოს გარეთ დავის გადაწყვეტის გზა, ხშირად ესეც უწოდებენ დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალება, თუმცა თანამედროვე მედიატორები ამბობენ რომ ეს აღარ არის ალტერნატიული, ეს დავის გადაწყვეტის ჩვეულებრივი გზა, ის როგორც სასამართლო გზა, უბრალოდ სასამართლოს მიღმა. არის შედარებით არაფორმალური პროცესი, რომელშიც ორი მხარე სასარგებლო შედეგამდე, ურთიერთი სასარგებლო შედეგამდე მიდის მესამე მხარის გამოყენებით, რომელიც არის ნეიტრალური, ორივე მხარისთვის მისაღები და არ არის აუცილებელი ეს ადამიანი იყოს იურისტი. ეს უბრალოდ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი უნარი ორი მხარე ერთმანეთთან შეარიგოს, მიიყვანოს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ორივესთვის არის მისაღები და ეს ორი მხარე თანხმდება, მედიატორი თვითონ კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ორი მხარე თვითონ მიდის შესაბამის შედეგამდე, შეთანხმებამდე, უბრალოდ მედიატორი ამ პროცესს ხელს უწყობს. ის არ არის შეზღუდული სასამართლო ნორმებით, სამართლებრივი ნორმებით, იმპერატიულ ნორმებზე რა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ, მაგრამ მას შეუძლია რომ ემოციური ფაქტორი უფრო მეტად მიიღოს თქვა მხედველობაში შეთანხმების მიღწევისას, ვიდრე სასამართლო ამას შეძლებდა. ვინ არის მედიატორი? ჩვენ თქვით რომ ეს შეიძლება არ იყოს იურისტი. მაშინ ვინ არიან ეს ადამიანები და ვის შეუძლია ვთქვათ ეს მანტია მოირგოს? მედიატორი საქართველოში ამ წუთას პრინციპში შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. თეორიულად თუ შევხედავთ, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი სტანდარტი, არანაირი სამართლებრივი მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა ეს ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ განსაზღვროთ ვინ შეიძლება იყოს მედიატორი, იმისთვის რომ ამ საქმიანობამ იმიჯი შეინარჩუნოს ისეთივე კარგი როგორც ამ ეტაპზე. ანუ მინიმალური სტანდარტი შევქვნათ იმისთვის, რა რაოდენობის ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი უნარჩვევები, რომ სათანადოდ შეიძინოს. იმისთვის, რომ იმ ცოდნას ფლობდეს, რომელიც აუცილებელია მოდავე მხარეების შესარიგებლად. როგორ უნდა მოხდეს, რომ მედიატორები ექვემდებარებოდნენ ეთიკის სტანდარტებს, რათა დაიცვას მედიაციის პროცესის ძირითადი პრინციპები, მათ შორის კონფიდენციალობა, რაც ვთვლით, რომ მედიაციის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტია, რადგან მხარეებს მედიაციის საშუალებას აძლევს მედიაციისთან შეარსებული დავის შესახებ ინფორმაცია საერთოდ მიუწვდომელი იყოს საზოგადოების. მოდის რომ არ განვაზოგადოთ და უფრო კონკრეტული და ხელშესახები გავხადოთ ეს საკითხი, აი მე და ნინო ვარ დილის სამინისტროს მინისტრები, ნინოს მინისტრია, მეც მინისტრია, ვერ ვიყავთ აი ამ ლეპტოპს, რომელიც მიდევს წინ. რას ვაკეთებ ამ დროს? გასაგებია რომ ეს არის კონფიდენციალური, მე მივდივარ რუსუდანთან, რუსუდანის თქვათ მედიატორობის დახმარებით იდეაში იმედი მაქვს რომ ეს საკითხი მოგვარდება. კონფიდენციალობა რას გულისხმობს, რომ ნინო ვერ გაიგებს რომ მე თქვენთან მოვედი? პირველ რიგში იმისთვის რომ მე გავხდე თქვენი მედიატორი,
თქვენ და ნინომ ორივემ უნდა თანხმობა განაცხადოს, რომ მე ვიყო მედიატორი. ორივე უნდა მიიჩნევდეს, რომ მე ვარ საკმარისად ნეიტრალური ადამიანი, მაქვს შესაბამისი კი ბატონო, მაქვს შესაბამისი უნარჩვევები იმისთვის, რომ ერთი მხარის და მეორე მხარის ინტერესები დავიცვი. პირველ რიგში ეს არის მთავარი ნდობა და იმის განცდა, რომ ეს მედიატორი ორივე მხარისთვის არის მისაღები. ორივე მხარე თანხმობა უნდა განაცხადოს. წერილობით თუ როგორ აფორმით ხდება? როგორც წესი წერილობით უნდა გაფორმდეს კი ბატონო. ამის შემდეგ კონფიდენციალობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სამის მეტმა არავინ არ იცის. ამ დავის შესახებ თუ ჩვენ სხვა რამეზე არ ვთანხმდებით. თუ საჭირო გახდება კიდევ დამატებითი მესამე ადამიანის მოწმეთ მოყვანა, ამ შემთხვევაში იმისთვის რომ გავარკვიოთ თქვა თქვენს ლეპტოპთან დაკავშირებული საკითხი, მაგში ის ადამიანის კონფიდენციალობით შეზღუდული, ანუ თუ ჩართული არ ხარ, შეუძლებელია მესამე მხარეებმა იცოდნენ. უყურე რუსუდან ახლა რა საკითხი წამოვიდა წინა პლანზე. კარგით, მე ნინოსთან თქვათ ვათანხმებ, რომ მოვიდე თქვენთან და ჩვენ თქვათ დავა გავაგრძელოთ გადაწყვეტის სურვილით თქვენთან ერთად, მაგრამ ყველაზე მთავარი კომუნიკაცია როგორც წესი პრობლემის თქვათ ჯაჭვი არის ზუსტად მე და ნინოსთან ურთიერთობა, ხომ? ანუ მე თუ ნინოსთან მაქვს იმის რესურსი, რომ მე დავილაპარაკო და თუნდაც თქვენი ვარიანტი მას შეთავაზო, გამოდის რომ დიდი ალბათობაა, რომ მე რაღაცნაირად მოვაგვარო საქმე ლეპტოპთან მიმართებაში. სასამართლო თქვათ ამ შემთხვევაში გამორჩევა იმით, რომ მე ნინოს ვლას შეუთანხმდები, ისე წავალ და თქვათ ვიჩივლებ, რომ ეს ლეპტოპი რაღაცნაირად მე მერგოს. როგორ ფიქრობთ, თქვათ, ზუსტად ეს მანამდე ან ორივე მხრიდან არსებული თქვათ ნდობა, რომელიც მედიატორის აყვანას გულისხმობს. რამდენად თქვათ პრაქტიკაში გამოყენებადია და რამდენად შეიძლება რომ თქვათ ეს მოხდეს? გაგიკვირდებათ და საკმაოდ ბევრი, რადგან არსებობს ძალიან სერიოზული მიზეზი, რატო შეიძლება თქვენ მოგინდეთ მედიაციაში მოსვლა და მოგინდეთ არა სასამართლოში წასვლა. პირველი, მედიაცია არის სწრაფი, მედიაცია არის უფრო იაფი და სამართლებრივი პრობლემის მოგვარებასთან ერთად ემოციური კმაყოფილების განცდას უჩნევს მხარეებს. ანუ თქვენი პრობლემის რეალური მიზეზის მოძებნას ცდილობთ. პროცედურულად შეიძლება მე არასწორად ჩამოვაყალიბე, თქვენ რო ჩემთან მოდიხართ, რომ თქვათ მედიატორი ვიყო. მე შემიძლია რომ წავიდე ნინოსთან და ვუთხრა, რომ აი შემომთავაზა დათომ, რომ მე ვიყო თქვენ დავის შემთხვევაში მედიატორი. ნინოს შეუძლია მიიღოს, შეუძლია არ მიიღოს. შეიძლება გადაწყდეს, რომ კიდევ სხვა აგერ დათოსან სოფო იქნებიან თქვენი მედიატორები, ასევე დღევანდელი სტუმრები. ანუ თქვენ უბრალოდ ამ პროცესში უნდა შეთანხმებას მიაღწიოთ და არ ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე შეთანხმდეთ. გასაგებია, უკვე ყველაფერი გავიგე, ესე იგი მე და ნინო ვარკვევთ, რომ ჩვენ გვინდა რომ მოგვარდეს ეს საკითხი მედიაციის გზით და ამიტომ თქვათ რაღაცნაირად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. კმაყოფილებაზე იყო ნინო საუბარი, მით უმეტეს ფსიქოემოციურზე, ჩვენ კმაყოფილებას გვანიჭებს დიდი რეკლამა ეთერში, ჩვენი სტუმრისგან განსხვავებით, ასე რომ სწორედ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ძალიან მალე დაგებრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს დანარჩენ სტუმრებთან ერთად. თბილისის სამინისტრო რადიო ილზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს მედიაციაზე ვსაუბრობ და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, მედიატორი დავით ასათიანი და მკვლევარი სოფო ტყემალაძე. სწორედ სოფო ტყემალაძესთან გადავდივარ ახლა მე შეკითხვით. სოფო, მოგესალმებით დილამშვიდობისა. მადლობა რომ აიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. სოფო, თქვენ მედიატორი ბრძანდებით, არბიტრი და მინდა ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის თქვათ ამ ნაწილში მედიაციის კულტურაზე საქართველოში, იმიტომ რომ ეთერს მიღმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა რუსუდანმა, რომ ფაქტობრივად მე-20 საუკუნის დასაწყისში გვხდება მათ შორის რეგიონებში, სოფლად, მთაში ამგვარი დავების ასეთი თქვათ გზით მოგვარების შემთხვევები. დიახ, მე უფრო მეცაც გეტყვით, უფრო ბევრად უფრო ძველი ტრადიცია გვაქვს ჩვენ მედიაციის. ეს სწორედ ამ კვლევის ფარგლებში მე მქონდა ამის შესაძლებლობა, რომ შემესწავლა ისტორია და თქვათ გასვლითი ესეც შეხვედრები მქონოდა მთაში უკვე დღესაც სადაც შემორჩენილია მედიაცია და პირველი მას ვიტყვი, რომ ეს ჩვენი სამართლებრივი კულტურის ნაწილია ძალიან ძველი დროიდან და ჩვენს ისტორიულ წყაროებში, როგორც არის ბექა აღუღალ სამართალი, ვახტანგ მეფის სამართლის წიგნი, იქ ფიგურირებს პირი მედიატორი, სხვადასხვა სახელით მოიხსენებიან, მათ შორის სიტყვა მედიატორითაც
ჭე ასე ვთქვათ აი ტერმინები და ეს ანუ დიდი ხანია ასე ვთქვათ ჩვენი სამართლებრივი კულტურის ნაწილი არის. შემორჩა ეს მედიაცია როგორც დავების დაპირისპირებულ მხარეთა მოგვარების გზით დავების გადაწყვეტის საშუალება დღემდე განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. მე მქონდა გასვლა სვანეთში და იქ დღესაც კი არიან მედიატორები, რომლებიც ეს სწორედ ძველი წესჩვეულებებით ატარებენ სამედიაციო პროცესებს. რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. სოფო, კონკრეტულ თქვათ მაგალითებზე რო გადავიდეთ, ახლა მე ვიცი რომ ბუნებრივია ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ჩვენ არ ვითხოვთ სახელი და გვარების ეთერში გაჟღერებას. უბრალოდ რომ გითხრათ თქვათ რა ტიპის დავების მოგვარება შეუძლია მედიატორს? დღეს თუ წარსულში ვსაუბრობთ. დღეს, იმიტომ რომ ხა ეს წარსულის ექსკურსი ძალიან შორს წაგვიყვანს და დროს ძალიან მოვფრთხილდებით. დღეს ფაქტიურად დღეს მედიაცია დღევანდელი ფორმით დამკვიდრებულია მსოფლიოში და საქართველოშიც მკვიდრდება როგორც ძირითადად კერძო სახის დავების კერძო პირებს შორის ხონებრივი დავების მოგვარების საშუალება, თუმცა არა მხოლოდ აი ჩვენ არის საოჯახო დავები, სამეზობლო დავები, ეს კერძო ხასიათის დავებია ძირითადად. ახლა მეორე სიტყვით მინდა ისიც ვახსენო, რომ არის განრიდების და მედიაციის პროგრამა, ასე ვთქვათ, ეს არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, მაგრამ ეს ცოტა სხვა მიმართულება, აი ჩვენ რაზეც ევროკავშირის პროექტი ფოკუსირდება და რაც დღეს არის პრიორიტეტი, რომ შემოვიდეს როგორც ხელახლა შემოვიდეს, ასე ვთქვათ, საქართველოში როგორც დავების მოგვარების საშუალება არის კერძო ტიპის დავებზე ორიენტირებული კერძო ტიპის დავების გადაწყვეტის საშუალება. კანონით დღეს გათვალისწინებულია, რომ არ რჩება ქონდათ მაგაზე უკვე საუბარი, რომ სასამართლოში მემკვიდრეობითი საოჯახო და სამეზობლო დავები შეიძლება სავალდებულო წესითაც კი გადადეს სასამართლო მედიაციას და ნებისმიერი სხვა ბიზნეს კომერციული დავა შეიძლება გადაეცეს მედიატორს იმისათვის რომ დაეხმაროს მხარეებს მორიგების მიღწევაში. და რა შეეხება გადაცემას, ანუ ეს თავად სასამართლო გადაცემს თუ თვითონ დაუშვათ ეს მომჩივანი ადამიანები მოგმართავენ მხარე? იცით ეს დღევანდელი დღეს პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს სასამართლოში ეს პროექტი, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპილოტო რეჟიმში მიმდინარეობს. როდესაც მხარეები მიმართავენ სასამართლოს, შეიტანს არჩევს და შემდგომ მოსამართლის წინაშე პირველად ხდებიან დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. დღეს ასე ხდება, რომ მოსამართლე ურჩევს, უხსნის მხარეებს რა არის მედიაცია, ურჩევს მათ, რომ თავიანთი დავა გადასცეს მედიატორს და მხარეები შესაბამისად იქვე თბილისის საქალაქო სასამართლოში არის სამედიაციო ცენტრი, სადაც არიან ძალიან კვალიფიციური მედიატორები, ბატონი დავითი, რომელიც თქვენთან სტუდიაში ერთ-ერთი მედიატორთაგანია და გადასცემენ ამ მედიატორს მხარეები ნებაყოფლობით მიდიან დღესდღეობით მედიაციაში. გასაგებია სოფო. ძალიან დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ უბრალოდ ჩვენ დროის სიმცირის გამო, გვინდა რომ ყველა სტუმართან მოვასწროთ საუბარი. უღმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ალბათ კიდე მოგვიწევს შევხვდეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. მე მსმენელს შევახსენებ რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა სოფო ტყემალაძე, მედიატორი, არბიტრი, ასისტენტ პროფესორი და ვიდრე დავითი შემოვა ასევე პირდაპირ ეთერში. მინდა რომ სუდან თქვენ კითხოთ ისევ ვთქვათ კონკრეტული სახელი და გვარების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვათ ამ ეტაპისთვის თქვენი აზრით რა ტიპის დავა გადაწყვეტილა ამ გზით? იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე სავალდებულო მედიაციას ითვალისწინებს სამი მიმართულებით, ეს არის სამოქალაქო, როგორც სოფომ თქვა, საოჯახო და სამეზობლო დავები, სწორედ ეს კატეგორიებია და საოჯახო დავები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაგიკვირდება სტატისტიკან, რომ ნახოთ ეს მარტივი საოჯახო დავით რამდენად მნიშვნელოვან შედეგამდე შეიძლება მივიდეთ და მედიაციის მნიშვნელობა სწორედაც ეს არის ემოციური კმაყოფილების გზნობის გაჩენა, რამაც შემდგომი პრობლემის გაჩენისგან შეიძლება რომ თავი დავიზღვიოთ. სწორედ ამიტომ არის საოჯახო დავებისთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის მნიშვნელობა ბიზნეს დავებისთვის. დავების მოგვარების ეს ალტერნატიული საშუალებები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად
ბიზნესის განვითარებისთვის და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის. რომ ნახოთ დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკა 70-80% დავების, კომერციული დავების მიდის სწორედ დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით და მედიაცია არის ყველაზე გავრცელებული. არა სასამართლოს გავლით მედიაცია, არამედ პირდაპირ მედიაცია. ორი მოდავე კომპანია ერთმანეთთან პრობლემას აგვარებს მედიაციის საშუალებით. უზოგავს მათ დროს ფულს და ენერგიას. ეს არის დასავლური გამოცდილება. კი ბატონო, დასავლური გამოცდილება. და გადაცემას უერთდება მედიატორი დავით ასათიანი. დავით, მოგესალმებით დილამშვიდობისა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. აი, სულ ცოტა ხნის წინ თქვენს კოლეგასთან სოფო ტყემალაძესთან ვისაუბრეთ. მან მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი გააკეთა, ასე ვთქვათ, ახსენა პერიოდი, რომ საუკუნის წინ ფაქტობრივად, როდესაც ეს საკითხი ასე გვარდებოდა. მე მაინტერესებს მედიაციის პროცესი ყოველთვის ორივე მხარის ყოფილებით სრულდება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან მისასალმებელია რომ მედია ზოგადად ამ შემთხვევაში დაინტერესებულია ამ თემით, რადგანაც მნიშვნელოვნად ჭირდება მას პოპულარიზაცია. ეს ნამდვილად კარგი მექანიზმია, ეფექტური მექანიზმია კონფლიქტების და დავების მშვიდობიანად გადაწყვეტის. ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც გვაქვს მედიაციის სესიები, შეხება ამ დავებთან, ჩვენ ხედავთ რესურსს ჩვენ საზოგადოებაში, მხარეებში, რომ მათ აქვთ სურვილი, როცა კარგად ასე ვთქვათ, გაისხორცებენ, გაიგებენ თუ რა არის მედიაცია, რომ რეალურად აქტიურად მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და აქტიური მოლაპარაკებები აწარმოებონ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა მედიაცია ყოველთვის წარმატებით ვერ სრულდება. და ამ შემთხვევაში დავა ისევ სასამართლოს უბრუნდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაოდ პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 40%-მდე, როცა მედიაციები წარმატებულია და ამ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესები დაცულია. ბუნებრივია შეთანხმების შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესი დაცულია. აქ მედიაციის პლუსი სწორედ იმაშია, რომ აქცენტი კეთდება მხარეთა რეალურ ინტერესებზე და არა იმაზე, თუ რა პოზიციები აქვთ სასამართლოში, საქმის, ასე ვთქვათ, პლუსები და მინუსები, ამის შეფასება იქ არ ხდება, გარკვეულწილად თავარია მხარეების რეალური ინტერესები რა არის და ხანდახან ხშირ შემთხვევაში გვაქვს, ასე ვთქვათ, საქმე იმასთან, რომ ორივე მხარის ინტერესი, რეალური ინტერესი შეიძლება გათვალისწინებული იქნას და შეთანხმება სწორედ ამ დროს მიიღწევა. და ცენტრებში მომართვიანობა როგორია და რამდენად სარგებლობს ხალხი მედიაციის ინსტიტუტი? ამ წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოს პილოტის ფარგლებში მიმდინარეობს სასამართლო მედიაციის პროექტი. დღეს მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს სავალდებულო მედიაციის შესაძლებლობას სამეზობლო, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, თუმცა მხარეთა ნებაყოფლობითი ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში ეს კომერციული დავებზე და შეიძლება გავცეთოს ბიზნეს დავებს. ჩვენ ვიხილავთ, როგორც მოგახსენეთ, როგორც სამეზობლო და საოჯახო დავებს, ასევე არის კომერციული დავების შემთხვევები, საკმაოდ ინტენსიურად დაიწყო უკვე ეს ბოლო პერიოდია მომართვიანობა სასამართლო მედიაციის თვალსაზრისით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს დახმარებით, აქტიური ხარდაჭერით, უფრო მეტ იმპულსს მიცემს ამ პროცესს და უფრო მეტი მედიაცია გვექნება და უფრო მეტი შეთანხმებული მხარეები. გასაგებია, დიდი მადლობა დავით, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით მედიატორ დავით ასათიანს. რუსუდან ისევ დაუბრუნდეთ თემას, როგორ ფიქრობთ, თქვათ, როგორ იქნება, თქვათ, თქვენი ურთიერთობა, ანუ მედიატორების ურთიერთობა მომავლის შემთხვევაში იგივე მოსამართლეებთან, თქვათ, ადვოკატებთან. რამდენად შეიძლება, რომ მათ ზუსტად კონდეთ, თქვათ, ახსნა და განმარტება იმისა, ვინ რას აკეთებს და არავინ დაზარალდეს, თქვათ, აი ამ საერთო საქმიდან. ძალიან დიდი მადლობა. სწორედ შეაფასეთ საკითხი, როდესაც მედიაცია სახელმწიფოში ნელ-ნელა ინერგება, ან განახლების პროცესში, როგორც ეს საქართველოში ხდება ახლა, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა მოდის იურიდიული პროფესიისგან, მოსამართლეებისგან. ისინი ფიქრობენ, რომ ექსკლუზივი მათია, ხო? კი ბატონო და სხვათა შორის შეიძლება რაღაც ნაწილში სამართლიანობას, რადგან მათ ყველაზე მეტი კომპეტენცია გააჩნიათ, რომ დავები მოაგვარონ. თუმცა მეორეს მხრივ პრაქტიკა გვიშვენებს, რომ არ არის აუცილებელი სასამართლოს მანტიაში იჯდეს ადამიანი იმისთვის, რომ დავის გადაწყვეტაში მხარეებს დაეხმაროს.
იმ მიზნით რომ მოსამართლეებს, ადვოკატებს, ანუ ყველაზე უფრო ჩართულ მხარეებს ქონდეთ სათანადო ინფორმაცია რა არის მედიაცია, როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში გამოყენება, ძალიან ბევრი ღონისძიება დაიგეგმა ჩვენი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი გაერო შესაბამის პარტნიორებთან ერთად, როგორც არის თქვათ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც მოსამართლეების მომზადებაზე, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი ადვოკატების განათლებაზე, მედიატორთა ასოციაციები, მათთან ერთად გეგმავთ მთელ რიგ სერიებს, ახლა ჩვენ საუბრობთ და ამერიკელი მედიატორის ჯეი ფოლბერგთან ერთად გვაქვს ტრენინგი 18 მოსამართლისთვის მედიაციის შესახებ, რას ნიშნავს მედიაცია და კონკრეტულად როგორ უნდა დავარწმუნოთ მხარეები, რომ საქმე წაიღონ მედიაციაში. ეს ტრენინგი ტარდება ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად. კი ბატონო. და ბოლოს რომ ვისაუბროთ კონფერენციაზე, რომელიც ორშაბათს არის ჩანიშნული. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, საქართველოს შესაძლებელი კონფერენცია მედიაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თბილისის მედიაციის დღები 2016 და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ეს კონფერენცია იქცევა ტრადიციად და ყოველწლიურად ჩატარდება. ყავს 5 ქვეყნის ძალიან ცნობილი მედიატორი, მათ შორის არის სედრის მედიატორი, დირექტორი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიაციო ცენტრის ხელმძღვანელი და იგი ასევე ჩაატარებს მასტერკლასს სტუდენტებისთვის, ვისაც აინტერესებს რა არის მედიაცია. რა თქმა უნდა, 3 საათიანი მასტერკლასის შემდეგ შეუძლებელი იქნება მედიატორად გადაქცევა, მაგრამ ამ ადამიანებს უფრო მეტი სურვილი და დაინტერესება შეიძლება გაუჩნდეთ. რაც შეეხება მედიატორად გადაქცევას, მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ქონდეს ამ ადამიანს, რასაკვირველია უნდა იყოს კეთილგანწყობილი, უნდა იყოს პოზიტიური და უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. იცით რა, თუ გავითვალისწინებთ ალბათ ქართულ ტემპერამენტს, ჩვენ ხასიათს მთავარია, რომ იმ ადამიანების ნდობა მოიპოვო, იმიტომ რომ როდესაც ალბათ სასამართლომდე მიდის საქმე, მე უკვე რთულია აქეთ დაბრუნება, მაგრამ ფაქტიურად დროში, დრო გვაჩვენებს და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი გაამართლებს. იმიტომ რომ ძალიან აპრობირებულია ეს უცხოეთში და გვინდა რომ იგივე თქვა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში. რასაკვირველია, ჩვენ დასავლეთზე ვართ ორიენტირებული, როგორც იქ ასე აქ და ვფიქრობ, რომ დრო მოიგასო. დოსუდან, ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე საუბარი ინტენსიური იქნება მედიაში. მე წარმატებებს გისურვებ და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მსმენელს ჩვენი სტუმარი გახდათ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, ასევე გადაცემაში მონაწილეობდა მედიატორი დავით ასათიანი და მკვლევარი სოფო ტყემალაძე. მე და ნინო დღეს აქ მშვიდობებით, ნინო ეთერი დაიწყო კვირის თოვლის პროგნოზით და მე ჭიმოქს რომ ორშაბათ ჩვენ დილით თხილამურებით უნდა მოვიდეთ. მაგრამ სულ ცოტა ხანში მე მსმენელს დავუბრუნდები, ჩემი პროექტი ჩვენ აქ ვართ. საღამოსაც ეთერში იქნები, გადაცემით ვუსმენთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ მოსმენამდე ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა. თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე.